აღწერასთან დაკავშირებით სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში ბრიფინგი იწყება, რომელსაც პირდაპირ ეთერში გთავაზობთ. მოგესალმებით, მივესალმები საზოგადოებას. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 14 ნოემბრიდან საქართველოში მიმდინარეობს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა. აღწერას ატარებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქსტატი, რომლის მიზანი გახლავთ მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივი სტრუქტურის და დემოგრაფიული მდგომარეობის ამსახველი დეტალური მონაცემების შეგროვება. პირველად, ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში მონაცემები გროვდება ელექტრონულად, ქაღალდის კითხვარების გარეშე, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. უფრო მეტიც, პირველ ეტაპზე 14 ნოემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით მონაცემები შეგროვდა თვითრეგისტრაციის მეთოდის გამოყენებით. მეორე ეტაპზე კი პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რომელსაც კარდაკარის პრინციპით ახორციელებდნენ ჩვენი ინტერვიუერები. ამასთან, მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში ზოგიერთ მაღალმთიან და ძნელად მისადგომ ასე ვთქვათ, რეგიონებში და ადმინისტრაციულ ერთეულებში მონაცემები უკვე შევაგროვეთ. დღეის მდგომარეობით აღწერის ფარგლებში გამოკითხულია უკვე 3 მილიონზე მეტი მოქალაქე. თუმცა პროცესი აქტიურად მიმდინარეობს დღესაც, რომლის დასრულებასაც კიდევ სჭირდება რამდენიმე დღე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მიმდინარე თვის ბოლომდე პროცესის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით. ასევე პარალელურად გვინდა ავამოქმედოთ თვითრეგისტრაციის კითხვარი, რომელიც მისცემს მოქალაქეებს დამოუკიდებლად ელექტრონული კითხვარის შევსების შესაძლებლობას. აღწერაში თითოეული მოქალაქის მონაწილეობა მნიშვნელოვანია. აღწერის ფარგლებში მიღებული ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მკაცრად კონფიდენციალურია, გამოიყენება მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის და გასაჯაროვდება მხოლოდ აგრეგირებული სახით. როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე პროცესში, მონაცემთა შეგროვების პროცესში, ქალაქ თბილისის მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი აღწერის ფარგლებში კარს არ უღებდა მასთან სახლში მისულ საქსტატის წარმომადგენელს, რაც გარკვეულწილად აფერხებდა მონაცემთა შეგროვების პროცესს. გარდა ამისა, ზოგიერთ რეგიონში გასული დღეების განმავლობაში მოსულმა უხმა ნალექმა, ასევე რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გარკვეულწილად შეაფერხა მონაცემთა შეგროვების პროცესი. აქედან გამომდინარე, როგორც უკვე აღვნიშნე, ასევე მოქალაქეთა ძალიან დიდი ნაწილის თხოვნით ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დღეიდან 20 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში კვლავ ავამოქმედოთ თვითრეგისტრაციის პორტალი, ანუ მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად სახლში აღწერის ვიზიტის გარეშე მიიღონ მონაწილეობა აღწერაში. როგორც მოგეხსენებათ, აღწერები ტარდება 10 წელიწადში ერთხელ. წინა აღწერა ჩატარდა 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში. სწორედ ამიტომ ტარდება მიმდინარე წლის შესაბამის პერიოდში აღწერა. აღწერის ჩატარება 2024 წელს რეკომენდირებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ. ამასვე ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების 2024 წლის სამოქმედო გეგმა. მიმდინარე წლის განმავლობაში აღწერის ჩატარება ასევე გათვალისწინებული იყო 2024-27 წლების საქართველოს სტატისტიკის სისტემის განვითარების სტრატეგიით, რომელიც მთლიანად ეფუძნებოდა
ევროსტატის, ევროპის ეკონომიკური კომისიის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის გლობალური შეფასების რეკომენდაციებს. უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ აღწერის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება ჩვენ გაცილებით ადრე დავიწყეთ 2021 წლიდან, რაც ითვალისწინებდა ციფრული კარტოგრაფიის რუკების შედგენას, მეთოდოლოგიური ხასიათის სამუშაოებს, კითხვარის შემუშავებას, პროგრამულ უზრუნველყოფას. ასევე გასული 1 წლის განმავლობაში ჩვენ მოვახდინეთ ქვეყანაში არსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობების შემოვლა და მათში ფაქტიურად მცხოვრები მოქალაქეების CET შემადგენლობის განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს, ბატონებო და ქალბატონებო, რომ მოსახლეობის აღწერა არ გულისხმობს მხოლოდ მოსახლეობის რიცხოვნობის შესახებ მონაცემების შეგროვებას. აღწერის ფარგლებში გროვდება ინფორმაცია მოქალაქეთა საბინაო პირობების და ასე ვთქვათ, საცხოვრისის კეთილმოწყობის სახეების შესახებ. ასევე დეტალური ინფორმაცია მოქალაქეობის, ეროვნების, აღსარებლობის, განათლების დონის, დასაქმების სტატუსის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, მოქალაქეთა სარგებლობაში არსებული ასე ვთქვათ, მიწის ნაკვეთების სტრუქტურის, მსხვილფეხა-რქოსანი პირუტყვის და ფრინველის სულადობის და ზოგადად სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. რაც შეეხება მოსახლეობის აღწერის კითხვას, მთლიანად შემუშავებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიების საფუძველზე, კერძოდ ევროპის ეკონომიკური კომისიის, ასევე სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით. ამასთან მიმდინარე აღწერის კითხვარი მსგავსია 2014 წელს ჩატარებული აღწერისა, ასე რომ აღწერის კითხვარი მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ იმ საკითხებს, რომელიც რეკომენდებულია საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით. ეს გახლავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპის ეკონომიკური კომისია. უნდა აღინიშნოს, რომ მოსახლეობის აღწერა გახლავთ ძალიან მასშტაბური სტატისტიკური პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 12,000-ზე მეტი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მუდმივი და დროებითი თანამშრომელი მუშაობს. აქ არიან გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც რამდენიმე ათეული წელია კეთილსინდისიერად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. მათ აქვთ უკვე რამდენიმე აღწერაში მუშაობის გამოცდილება. ასევე პერსონალი აერთიანებს ათასობით სტუდენტს, მოტივირებულ და გამორჩეული უნარების მქონე ახალგაზრდას, რომელიც თავიანთი პროფესიული კარიერის საწყის ეტაპზე იმყოფებიან. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ თავდაუზოგავად 5 თვის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში ვახდენდით აღნიშნული პერსონალის შერჩევას და მათ გადამზადებას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, მოთმინებისთვის, გამორჩეული პროფესიონალიზმისთვის და უნდა აღინიშნოს ის, რომ თითოეულ მათგანს მნიშვნელოვანი წვლილი აქვს აღწერის წარმატებით განხორციელების საქმეში. კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. როგორც მოგეხსენებათ, აღწერა დავიწყეთ 14 ნოემბერს და მიმდინარეობს დღესაც. თავისი მასშტაბიდან გამომდინარე, რასაკვირველია შეუძლებელია მონაცემთა შეგროვება ფრაგმენტულად 1 ან 2 დღეში. საერთაშორისო გამოცდილების და პრაქტიკის მიხედვით ამას სჭირდება რამდენიმე თვე. ჩვენ შემთხვევაში 2 თვე. წარსული გამოცდილებაც ამას გვაქვს.